მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ ვიდეოს არ ასპონსორებს არც ერთი ქართული წარმოების კლუბი, ამიტომ გთხოვთ დაგვასპონსორეთ. რო ესე დავლიოთ ჩვენ ვარ ჯუკოს ფანშახვედრასთან დაკავშირებით მოსულები. შენი ფანი ვარ. ხელმოწერა მომდა ნახე. ეს კროკონ გებრიელის ხირე. იდებენ და რავი დავჩაგრავთ ბოლომდე რა. მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. სადაგახო ჯემი YouTube-ზე. YouTube-ზე ხო მაგრამ როგორ? ჯუკბოხ ესე ქართულად. როგორ თავდა? ჯუკბოხ. ჯუკბოხ. ჩაგიგდეთ მე მოგწე. აჰა, ხო. პირდაპირ ლინკ ჩაგიგდეთ ესე. მეგობრებო. ეს აი ესე გაიგეთეთ. გამიგეთ. გამიგეთე? შეიძლება. სწორად მიგეთია? აი ვინ მოიგე? ეკა არა, ვინ მოიგეს ეგ ბანდობა კითხვა. რა ანგარიშით მოიგეს ბრატ? რა მოვიგეთ ხოჩე? შეიძლება ოპტიმისტი ხარ. მოიგე ხოჩე? მაგარი ოპტიმისტურად ყოველ შენ ამ ყველაფერს. არა, ეგრე იასნია ვერით. სახლი გააქვს? კი. დაყიდე და დადემაში და ხვალ ორი სახლი გექნება. სამი გექნება, სამი გვაქვს კუშო. სამი გვაქვს? სამი სახლი? სამი სახლი გაასწორებდა. რა თქმა უნდა, ბიზნეს. მეც დაგაწერეს. არაფერი არა, ხე რა კაიგად რა კარგად ვიყევ. მე აი ესე აი ეგ დავაწერ, აი ესე თან ვიდეოშიც გამოჩნდება ესე. ოპა! აი ეს რო გამოიწეროთ აი ეს არხი. ჩემი YouTube არხი. 64-ში ყველა ჩემი გამოწერე 64-ში ხდება. ჩემი სერიოზული რამე არა სერიოზული. არც ეცადო სერიოზულს. გინებები ჩაწერილი მაქვს. აი ესე დამთავრდა ამ ადამიანის კარგი ინტერვიუ. არა სერიოზული? რავი, რა გითხრათ არა სერიოზული. აი ეს არის არა სერიოზული, მე ვერაფერი ვიგეყვით. მაგრამ თამაშს დაკავშირებით რა გეტყვი? ვარაუდებ, მითხარ. რას ფიქრობ? თურქების დედას იმას უზამს. ბიჭო, ეგ ბევრმა თქვა და ეგ ჩაისე. მეუბნები რომ იმას უზამს. ბიჭო, თურქეთსაც აგინეს, გიულერსაც აგინეს, ჩართავ ერთუ ყველას აგინეს, ცოცხალი, მკვდარი, აწყო, წარსული, ყველა დროსა და სივსეში და. პროსტა ანგარიში რომ მითხრა ესე უბრალოდ 7-1 მოვიგებ. აი კაცი 5-0-ის მერე აღარ გვაქვს ის ბეტინგში თორე უეჭველი ჩეჩკათული წამოვიდოდა. არდაზე მე გეტყვი ერთი მაგის ჩამომყვანი დედის ყველაფერი მოვინახულე შემოძმა. პილოტს რას ერთ შეიძლება ქართველი იყოს? არდა გივლერი? პილოტი. ჩამომყვანი ეგ არის ტექნიკური თვალსაზრისით. არა, ეგ ხო მართალი. მაგრამ მაშინ თურქეთის დედას ვატირე. კი ბატონო. ჩვენ მოვიგებთ რეალურს გეტყვით ძმაო არ გავიქცევი შორ 3-1. და არდა გივლერი ტრავმას მიიღებს და ერდოღანს გული დაარტყავს დიდი ალბათობით ტრიბუნაზე. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. ყავთ თუ არა შეყვარებული? შეყვარებული არ მყავს. ვყიდით ამ ბიჭს სტამბოლის ბაზარზე? თუ შეიძლება რომ თქვენი თავი აგვიღწეროთ? ჩემი თავი მე ვარ სამეჭანტურია. პროფესიით ვარ. ეგოისტი ადამიანი არ გვაინტერესებს, კარგი ბიჭია, ყველაფერი კარგია. კარგად ცეკვავს, ქორწილში ხელს გაშლის. ხო, კი, იცოდი. კი. თქვენ ხوار დაამატებდით რაიმეს. მე დავამატებ. ამ ვიდეოს ალბათ ვერ ნახავთ ხო და იცოდეთ რომ მე ვიქნები კომენტატორი მეგობრებო ახლა მომავალში. და ჩემ ხალხს ყველა გაგაიგონებთ მოგესალმება. პირველი ხალი. მე ველოდებოდი ეს ადამიანი რო იტყოდა რომ მე მეჯვარე ვარო, მაგრამ საერთოდ მეჯვარეობა არ შედგა. ვერ ვიქნები ნათლია. არა უშავს. მე დაგწერ ჯვარს, არ არის პრობლემა. კი, მოდი რა მეთქი. ფოტოგენური ვარ, გამანები. მანუ. მე რა ფოტოგენური ხარ, ჩემ მაგარი ყვილები იცი. ჩავწე, ნინი ჩავწერე. მე თიზერში ყველა. კი. ნინის მომენტი არის როდის დაიდება? როცა არ დამეზარება. ძალიან ლეგიტიმური პასუხია ანუ თუ მინდა რომ ეს ვიდეო კარგი გამოვიდეს, მაშინ დრო მჭირდება. შრომა არის საჭირო. კი. გინდა რომ კარგი გრამ შექმნა, აუცილებლად ბევრი შრომა არის საჭირო. ჩემი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან შემიძლია ჩემო მეგობრებო გაგიზიაროთ ეს ამბავი. მომავალთაობას. კი, გიყვარდეთ სამშობლო, ფეხბურთი და ვარდისფერი ფერი და ყველაფერი კარგად იქნება.
ერთი კონკრეტული ადამიანი გამოგცე ჩემი აზრით. და გიორგი გველესიანი უნდა გვიყვარდეს აუცილებლად. ჩვენ თუ ჩვენი ქვეყნის უკარგესი ფეხბურთელები არ დავაფასეთ, წასულია ჩვენი საქმე. აშკა მოდი. მოდი ჩამწერო. კი. ას დაუჯერო ბრატა. ამოატრიალე? რაზეც მინდა ისინი. ვიმღერო? ძალიან ცუდი ხმა მაქვს რა. იბაზე, რაზეც მინდა. ყველა მაგინა თუ შეხარია, აგინე. რაო თურქების დედა მოუტყან რა. ხო, მოკლედ, გამარჯობა. ვინც არ მიცნობს, მე მარიამი ვარ. ეს ჯუკოს არხია და გამოიწერეთ ჯუკბოქსი. გამარჯობა, ვაშლი, ეს ვაშლია და ვაშლი მას გამოიწეროს ჯუკბოქსი. შენ გააკეთე? გამოწერილი გაქვს არხი? ჯუკოს არხი, რა თქმა უნდა. კარგი. თქვენ გამოწერილი გაქვს ჯუკოს არხი? სამი ფეიკი აკაუნტი მაგრითიც გამოწერილი. აი, შეგიძლიათ უთხრათ, რომ გამოიწეროს. მიუმართავ ლუდის კომპანიებს ისევ წეგანაც მივმართე. ვერ არ დაუსპონსორებიო. არ ვიცი რა შეიძლება. დაგვასპონსორეთ თქვენ პროჭებოთ თქვენ. დაგვასპონსორეთ. რა ვიცი. მე ვეთახმე მაგ ყველაფერს. ექსტრემალური ჟურნალისტი იყო და ხარ კარგი, ძირჩა. გამოწერილი გაქვს ჯუკოს არხი? კი. ყველა ვიდეო. შენ არ გინდა? ვადასტურებ. ვის ვეცე ახლა? ვადასტურებ რომ ძიმცე ალაიქებს ჩემ ვიდეოებს და კომენტარებს და წერს. ტოპ კომენტარის ავტორი ყოფილა. კი. კარგი ხო, წამოდი, ვის ვეცეთ, წამო ანისთან მივიდეთ. რა შაწერე უკვე? რა თქმა უნდა, ყველა ჩაწერილი იყოს ის. მაშინ ვიღასთან მივიდე. ციკო არ ჩაგეწერება? გამოწერილი გაქვს ჯუკოს არხი? რა თქმა უნდა. ანუ შენ 60-ში ხვდები. როგორც ყველა ჩემი გამოვწერი. გამარჯობა. კარგი, არ ვიცი მეტი რა უნდა ვილაპარაკო, ვინ უნდა გამოვწერო, რა ვკითხო ადამიანებს ვითხარი, გამოვწერო კი არა და გამოვკითხო. ჩემი აზრით არა. ეს თავის ყოლია. ამ ვიდეოში ნახევარი სუგინებებია, კაცო, არ არის პრობლემა. თავისუფალი პოდკასტი გვაქვს დღეს. რა ქვია თქვენს პოდკასტს? მიდი თქვი რა. თქვი რა. თქვი რა. გახატები რა. გამოწერმა 15 კაცმა არ უნდა. ანუ რაღაც ანუ ხედავთ 15 გამომწერი, უყურებს ამ ვიდეოს, სუპერ პროგრესია. ჯუკოს პროგრესი აქვს. ანუ რას ლაპარაკობ, მე მათხოვ. იქნება 20-მდე ავიდე. გამარჯობა სოსუჩია. გამოწერილი გაქვს ჯუკოს არხი? კი. ნამდვილად. გვაჩვენე. გვაჩვენე. არა, ვადასტურებ. ჩვენ ყველაფერს ვადასტურებ, კაცო. პოსტი გამოიწერა ყველაფერს რომ გასაყო. დაჟე ვიდეოებს ულაიქებ ხოლმე. კრიტიკა მინდა ცოტა ხო როგორ მაჩვენე. აწყავს იმის ვიდეოსაც ულაიქებ. და რა ვიდეო დადო? არ ვიცი რა ვიდეო და ბოლოს რა ვჭამე ეგან არც მე არ ვიცი, არა ვიშა. იმსახურებს ეს ადამიანი მინიმუმ 10,000 გამომწერს მინიმუმ სიძახი და ავიყვანე ჯუკოს არხი 20 გამომწერდა. 500 რა. ავიყვანოთ 30 გამომწერს და გათამაშდება კამერა. კამერას გითამაშებენ. წამოდი დარბუ ჩავწეროთ. გამარჯობა. გეცო, რას ფიქრობთ ჯუკოს არხზე? ჯუკოს არხზე ძალიან მაგარი არხია. გამოიწერეთ subscribe-ი არ დაგავწერეთ და ზარის ღილაკი გააქტიურეთ. აი ადამიანიც ვარ, რა ვქნე, ყველაფერი თქვა რა. ავით დაგემშვიდობებით, მე დავიღალე ჟურნალისტობით თუ რაც ქვია. მე გავაგრძელე ისევ. მე ხშირი სტუმარია სხვათა შორის ამ არხის და მინდა გითხრათ რომ ინტერვიუები ხო არ ჩავწერეთ ესე კალ, ეო როგორ ჩავწერეთ. მაიცა წამო. მისთან, აბა. ვინე უცნობთან მივიდა. ისეთ არის. გამარჯობა. თქვენი სახელი? რევაზი. კარგად. რევაზი კუნთაზი. ბოდიში ბავშვს რო ვკითხოთ ერთი-ორი კითხვა. გამარჯობა, თქვენი სახელი? ალექსანდრე. ალექსანდრე. კომაროვი აქ დამთავრებული. დაწყებული თუ დამთავრებული? დამთავრებული. ამას ყავდა სანდრო კაპატაძე წამოყვანილი სლოვაკეთში. თქვენი ასაკი რომ გავხილოთ? 11. და თუ აზია. თქვენი ეს დღეს მოვიგე? კი. თქვენი ეს ერდოღანი დღეს პირჯვარს გადაიწერს? არის ის ბავშვი, ვინ არის ერდოღანი, ბედნიერი ბავშვობა. რა ვიცი. ერდოღანი პირჯვარს გადაიწერს თუ არა? კი.
გადაიწერს. გადაიწერს. ჩვენ გადავსხოთ. როგორი მომნუს ხველი. ხველი? თუჩები აქვს. მე დღეს ამის სპონსორია. ლუდი რო გამომართოთ ბოდიში. ბატონო ჯუანში რა, აი ბატონო იმასა ქვია, ვაშლის რომ მოაყოლოთ თურქებთან შეხვედრის ამბები რა. მოკლედ. რა გააკეთა? იტოქში? უშინ? მე და ვაშლი ვიყავით გასულები ორბელიანზე რა. მოვდივარ და წამოი შევწეროთ. იმედი ჟურნალისტი შევწეროთ. ჩავწეროთ. რა კითხვა დავაგოთ ისე თუ მაგ კომპეტენტური ადამიანი ამ სფეროში. რა ჩვენ არ შეგვიძლია ვაგინოთ? არა, კაცი გინება არა ეხლა შეიძლება. აბატონ სავადებო? გინება შეიძლება ქართველი. თურქებს ვაგინებ. როგორი რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელმა? გამარჯობა. გამარჯობა, რა მოლოდინები გაქვთ? ვფიქრობ, გავიმარჯვოთ აუცილებლად და რამე იცანდეს? დაახლოებით 2-1 მგონია. ისევ ბანალური ანგარიში მეგობრებო, ისევ ბანალ. შევაგდოთ. უფასოფული. რამდენი დავდოთ? 9 კუშია. 2-1. 2-1? ლაბაუი ანგარი. დაждდება, სასამგონია. 2 თონოს აქვს 15 კუში. ორი თვე კაი კუშია. 15 კუში? ხო. აი ორიგინალი იყოს. გასulis ფული ამოგდებულია. ბატონო გოჩა, მოგზავნით, ბატონი გოჩა. როგორ ზადებით? ეს ადამიანი არის მომავალი ქუთაისის კოლორიტი. ანუ კოლორიტი არა ჯერ, მომავალი კოლორიტი. რავი, ესე მომინდა. თავისუფალესი უძე. დღეს გაქვთ ახალი სტილი, როგორც ვამბობ, თმის სტილი გაქვთ ახალი, წვერის სტილი უცნელად ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაგრამ რა თვითონ თქვენ თმის ახალ სტილზე? ძველი სტილი არ არის ახალი ჩამოწმა. ახალ სტილზე თქო. ხო და ძველი სტილი ახალი არ არის თქო. სტილი ახალი არ არის. გასაგებია. მიჯდება ტელეფონი და აქ შევწყვეტოთ ჩვენ გადაღება. უბრალოდ დავიბენ ძველი სტილი ახალი არ არის. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ჩემო ვაშლი. ფილოსოფია. ოიგრო პანელიდან მომეყვანა. პეიში აღარ იქნებოდა. აი ესა. არა და პარმა მოვიდა. პარმა არის ჩვენი დრამერი. ხო, ვლოგია. ჩვენ ვლოგს გავუმარ. აბა პარმა. რო თქო. 100.000-ზე რო ახვალ. ჩემი არხი მაინც გამოაწერინე ხა. რა ქვია, ჯუკო ბოქსი, ხო? აი, ჯუკბოქს. არა. 100.000 რო აბა ჯუკო გაიხდის. იხდი და 100.000 გამომწერს და ვიხდი. ტრიალებთ მაშინ რო. დავტრიალდით ხო? ხოდი შეიძლება. დავტრიალდით. სეტანტა ჩვენთანაა. გამაგრებ. ცეტანტა ჩვენთანაა, ყველა ჩვენთანაა, ვისაც საქართველოს სიყვარული. ეს სამდეყავ საყვანი. სეტანტა ჩვენთან არ არის. ჯუკბოქს. ჯუკბოქს ჩაწერე ქართულად. ფაბრიციო რომანოს თუ შეხვდებით ბოდიში? დიახ, აუცილებლად. რა კითხოს დავუწყო ფაბრიციო რომანოს ქართულ ფეხბურთის განვითარებისათვის? რატომ მაინც და მაინც საქართველო? რატომ მაინც და მაინც საქართველო? თქვენი აზრით მისი პასუხი როგორი იქნება? იმიტომ რომ საქართველო. ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ ვართ საქართველოს გამარჯვების ბრძოლა? თქვენ ასვენ ბრძანდებით? ცუდია. აი როგორ ხდება გასწავლება პირდაპირ ეთერში. გავააქტიუროთ, გავაზიაროთ Facebook-ზე და გავაზიაროთ YouTube ჩანელს. გავაზიარ, კი. კი, დამწყები იუთუბერები, რომლებიც ცდილობთ განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებას შემოტანას ახალ ცხოვრებას. გამარჯობა. როგორ მოლოდინები გაქვთ ლონდონ მატჩთან? მოლოდინები, მე რავი, ყოველთვის საუკეთესო მოლოდინზე ვარ და რავი, მოლოდინზე ვარ როგორი. გავიწეღან ჯუკოსაც ვეუბნეოდი, რომ სავარაუდოდ ჰანდიკაპით მოვიგებ. 15-იანი კუში თუ 9? ეს რომელ ტოტალ 2-0-15-იანია, 2-9. არა, 3-1. 3-1 სამდენი ქონდა. ამოვალად. კუში კოენფი. მიხაუტაძის გოლი აუცილებლად, შორში ყველაფერს იზავს, რომ გოლი გაიტანო. შეიძლება პენალიც დაგვიდონ და შევაგდოთ, არ არის გამორიცხული. ერდოღანი ფესრება მათ თან. ეკითხა, ერდოგანი გადაიწეს. ერდოგანი გადაიწეს ბირჯოს ფენიაზე. არა მგონია, მაგას ღმერთის იმედის აღარ ექნება ჩემი აზრით. გამარჯობა ბატონო ბექა. როგორ ბრძანდებით? როგორი იმედებით ხართ? ბატონი ვალე. ცნობილი.
ის არის? ხო, შენ ესე გამოიწე. ხელი გაიშვე, ესე რომ გამიშვირო ხელი. აი, შეხე. ნოთან. ეს ხელი 100 евро 2024-ზე თურქსთან. თქვენი აზრით, არა, რამდენი კუში იმას რომ ეგ ხელი დღეს თურქთანს მოხდება? 1 და 5. 1 და 5. მინდა გითხრათ რომ ცდებით. ყოველთვის. ცნობილი იუთუბერი სხვათა შორის ვაკა. ვერ არის კარი ამბავი. რატომ ხაც? რატომ? ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, დღევანდელი ვლოგი დასასრულს მივუახლოვდა, შემოგიერთდებით უკვე სტადიონიდან ნახვამდის. კაროჩე მაშინ მაგათი დედა შევეცი. შენახს მაინც არავინ უყურებს რა და მაგათი დედა შევეცი რა. მარჯობა. როგორ ახლა? აი ესე მიკროფონი გამოსა. რო ჩამეწერო რაც გინდა ის ლაპარაკე. ხოდა კი, სხვა არ კი, როგორ თავი და პირველი ვიდეო რო დადო, მაქიდან მყავს გამოწერილი, მაგრამ დღეს Mobile Legends-ში top 500-ში ვარ, თურქეთის ჩემპიონატია, პროსტა თურქეთის რეგიონს გვაკუთვნებს. ხოდა ხვალბაკ ფინალი, ამიტომ იმედია top 112 კაცი გავალ რა და საქართველოს ვასახელებ რა. დღეს ხო ჩვენი ბიჭები ასახელებენ ნაკრები. საქართველოს დროში მონაწილეო? კი, გაჩვენე. რა იმედები გაქვს? იმედები მაქსიმალური. არა, Mobile Legends. ხედავ. ხოდა ტოპათი უნდა დავდო რა. აი მათა რა უნდა გაიგო. გრიგოლ, ეს მიკროფონი არის. აი ესე რაც გინდა ილაპარაკე. მე როგორი პოპულარული ხარ? გრიგოლას აქვს თავისი YouTube არქი და გამოვაშლი. პიდარა. ეს პიდარასი რო თქვი გაიგეთ ვაშლიზე. ჩვენ ახლა ვუცხერთ საქართველოს ბოსნია ჰერცეგოვინას. ჩვენთვის აქ მთავრდება ევროპის ჩემპიონატი, ისე მიდის საქმე. შეგიძლია ჩართოთ, მე პირველმა ახლა არ გვიჩვიდოთ, გაჩერდი. ექვსი ადამიანი მიყურეს. აქედან პირველი არქია. მოიცა გრიგოლასის მე წამოყევ. ჯერ ინტერვიუ მაქვს და გრიგოლასის მე წამოყევებული მქონდა ვაშლის მაისური. მომენტი ჩემი. მე შენი მაიცური მაცია. გაგიმარჯოს ღმერთმა. სწორედ ამიტომ ბიჭმა ხო ჩაცმა ვერ ისწავლა, ჩემი კარგი მოვთან ძმაო. ასეთი რატო ხარ? მოდი იდი ნახვი რა. მოდი იდი ნახვი. მაგარი კადრია. ასე ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ეს შედის სიყვარული. ლა. იმიტომ რომ შენ გუნდზე მედია. გევანდ ტექნიკა განიავა. გამოსირებული თქო ეწყინა, მაგრამ მე მგონი ფაქტია, ხო? დღევანდელი დღესაც ყველამ შეიცრათ ფერი ჩემ გარდა მგონი. არც მე შეიწია. რასაც უყვება. ბატონ ლაშას ახალი ვარცხნილობა აქვს. დათას მე გუშინ შევიჭერიო. კიდე მათესაც ახალი ვარცხნილობა აქვს. გუგელსაც ახალი ვარცხნილობა აქვს. ალბათ თუ ჩვენები, სუკაები. კარგი ადამიანები. ეს არის გამოწერებთან შეხვედრა ზოგადად. ხო, დღეს ბატონ ჯუკოს აქ თან შეხვედრა ბარზანიშვილზე. გამორწესა 99% აქაა. გამოიწერე ჩემ გამოიწერე. ესე იგი ამ მომენტში გემშვიდობებით აღმაშენებლიდან ეს ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება, თუ დაიდო ოქტომბერში, მაშინ ოქტომბერში გელოდებით მარჯანიშვილზე შეხვედრაზე, თუ სექტემბერში დაიწყო, მაშინ ბულგარეთთან თამაშზე გელოდებით, თუ ნოემბერში დაიდო ეს ვიდეო, მაშინ ნოემბერში გელოდებით, ხოლო თუ გაზაფხულზე დაიდო, გაგიმარჯოთ ღმერთო, ვინც აქამდე იცოდეთ.